ბინადრობის ნებართვა იგივე პერმესო დი სოჯორნო იტალიაში და ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. მოგესალმებით. მე ნინა მამუკაძე ვარ, ქართველი ჟურნალისტი იტალიაში და ქართულ-იტალიური და დიასპორული მედია Hermes TV-ს დამფუძნებელი. ამ ვიდეოში სწორედ შეცდომებზე გავამახვილებ ყურადღებას და ამავე დროს ვისაუბრებ, როგორ ავიცილოთ ისინი სტრესის გარეშე. თუ იტალიაში ცხოვრობ, გეცოდინება, რამდენად მნიშვნელოვანია ბინადრობის ნებართვის დროულად განახლება, მაგრამ ისიც გეცოდინება, რამდენად რთული და სტრესულია ეს პროცესი, საბუთები, რიგები, შეხვედრები, მუდმივი შიში, რამე არ შეგეშალოს და მაინც, რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად. პირველი, ბოლო მომენტამდე გადადება. ხშირად ვფიქრობთ, ჯერ დრო არის და ყველაფერს ბოლო წუთზე ვაკეთებთ. სინამდვილეში განახლების დაწყება შესაძლებელია ვადის ამოწურვამდე 60 დღით ადრე. რატომ არის ეს პრობლემა? თუ საბუთებში რაიმე შეცდომა აღმოგაჩნდათ, აღარ გაქვთ დრო მის გამოსასწორებლად. ამიტომ შეამოწმე ბინადრობის ნებართვის ვადა და დროულად დაიწყე მზადება. ეს ბევრ სტრესს აგარიდებთ. მეორე, არასრული დოკუმენტაცია. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. თითქოს ყველაფერი მოემზადე, მაგრამ რაღაც საბუთი მაინც გაკლია. მაგალითად, განახლებული სამუშაო კონტრაქტი, ბოლო ხელფასის ამონაწერი, პასპორტის სრული ასლი და ასე შემდეგ. შედეგად, პროცესი ჩერდება, ან ვადები ხანგრძლივდება. ამიტომ წინასწარ შეადგინე სია და ყურადღებით გადაამოწმე ყველაფერი. სჯობს ორჯერ გადაამოწმო. მესამე შეცდომა. საფოსტო კიდის არასწორად შევსება. ეს ძალიან ხშირად ხდება, ხშირია მონაცემების შეცდომით შეყვანა ან ხელმოწერის დავიწყება. ამიტომ თუ დარწმუნებული არ ხარ, სჯობს დახმარება ითხოვო. მეოთხე, არასწორი ან დაუზუსტებელი მისამართი. შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მისამართი არასწორია, წერილებს ვერ მიიღებ, შეიძლება გამოგრჩეს მნიშვნელოვანი გამოძახება და ასე შემდეგ. რჩევა იქნება დარწმუნდი, რომ შენი მისამართი სწორად არის რეგისტრირებული და შენი სახელი და გვარი წერია საფოსტო ყუთზე. და მეხუთე, არასანდო ადამიანებზე დაყრდნობა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ეს სერიოზული პრობლემაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან ამ საქმიანობით, მაგრამ რეალურად არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და საბოლოოდ ზარალდებით თქვენ. ამიტომ, თუ დამოუკიდებლად ვერ აკეთებთ საბუთს, მიმართეთ მხოლოდ კვალიფიცირებულ სპეციალისტებს და სანდო ორგანიზაციებს, პატრონატო, კაფებს და ბოლოს. შესაძლოა ყველაფერი იდეალურად ვერ გააკეთო, მაგრამ მთავარია გააკეთო დროულად, შვიდად და ყურადღებით.